Короче, ცოლი არ მოიყვანო რა. ავი მყავს უკვე ძმაო. შენ კიდევ რა გიჭირს? მოკლედ. ბინის რემონტი მაქვს და 3 კვირა არის სიდედრთან გადავედი. აი უკვე აღარ შემიძლია რა. რა პუნჩი? რა პუნჩი? ეს იქ მოიტანე, ეს აქ მოიტანე, ის იქ წაიღე, წამოიღე. რა ცალკე უნდა ცხოვრობდე რა. არა, ეგ ბაზარი არა, გეთანხმები ძმაო ცალკე ცხოვრებაში. მეც ჩემმა სიდედმა რო დამიწყო. ის გველის ემისისინი იმიუჩინე თავის ადგილი და დავამუწიე ის პირი. მაგი-მაკლი ახლა სიდედრის ჭკუაზებია რო ძმაო კიდე ხო ხდებია რა. ჯوارე ხა სიდედრის ჭკუაზე არც მე არ დავდივარ იასნა, მაგრამ უბრალოდ დისკომფორტია ხო ხდებია რა. აი ხდები კი არა, შენს მაგივრად მე განვიცდი ძმაო, ვერ უყურებ წამომაწითლა სახეზე ბრატ. ერთი რაღაც მაინტერესებს. მიდი აბა. დიდი ხანია მაქსიმზე მუშაობ? კი. რაღაც შემხვდა ამას წინათ. რაღაც 60-ას ჩუქნისო რა, გირიცხავსო და რა თემა ხოაც? შენ მაქსიმის აპლიკაცია გადმოწერილი გაქვს? არა, ისე რეკავ ხოლმე და ვიწერ. ნახე რა ხდება. მაქსიმის აპლიკაცია უნდა გადმოწერო. ხო. და აპლიკაციაში რო შეხვალე იქ მენიუში. იქ არის პრომოკოდის ველი. და იმ პრომოკოდის ველში ჩაწერ ტახი მახო. და ბალანსზე დაგერიცხება 60 ლარი. რას ჩავწერ? ტახი მახო. ტახი მახო რა არის? რა არა ძმა? ვინ? ჩემი ძმაკაცია და რამე ცუდი არ თქვა. ცუდი რა უნდა თქვა, ბრატ, კითხულობ. არა, კაის მეც ვერაფერს ვერ იტყვი კაი კაცე, მაგრამ მაინც ინფორმირებული რო იყო, ხო ხდები ძმაო? იასნა, ბრატ. იასნა და всё, ეგრე ძმაო, აღარ უნდა ამდენი გაგზელება. და всё, ბრატ. ვაჩერებ ჩადიხარ, ვაჩერებ ჩადიხარ. ამიჩენე. ვაჩერებ ჩადიხარ ძმაო. ამიჩენე.